მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დიდი ხანია არ გამოვჩენილ ვარ თქვენს YouTube ეკრანებზე და როგორც იქნა ახლა დაბადგი საშველი და წერ vlogs. ანუ რაღაცნაირად ვერ ვიყავი ხასიათზე ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ომს გულისხმობ, რა საკვირველია. სხვადასხვა ბევრი ჩემი მეგობარიც მეკითხება ხოლმე რა სიტუაცია თუ ჩაწყნარდა, იმიტომ რომ ეხა ქართულ არხებზე რომ აღარაფერს აღარ აცხადებენ, ფიქრობენ რომ ანუ რაღაც სიტუაცია სტაბილურია და რაღაცა, მაგრამ ანუ არაფერი არ შეცვლილა, ისევ ბომბებია. ზუსტად ეხა დავბრუნდი თავშესაფრიდან. დღეს ეს უკვე რიგით რამდენი იყო უკვე აღარც მახსოვს მე-4 და არის 12:20 წუთი. მაგრამ უკვე დროა რომ მე მგონი ჩემს ჩვეულ რეჟიმს და რიტმს დავუბრუნდე. დღეს მთელ დღეს გავატარებთ ერთად ჩვენ მე და თქვენ მინდა გაჩვენოთ როგორია ჩემი ერთი დღე ომში, ისრაელში. დღეს ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. მივიდივარ მაღაზიაში, მე და გავიკეთო ფრჩხილები, უბრალოდ მოვიწესრიგო, ლაქს ისევ არ ვუბრუნდები ჯერ. უბრალოდ დიდი ხანია არ მომიწესრიგებია და აუცილებლად უნდა გავაკეთო დღეს ეს და გუშინ უთხარი ჩემი მეუღლეს, რომ მეთქი კარგი იქნებოდა თუ საღამოს სადმე გავალთ. თქვა, კარგი ამინდია, ვფიქრობ ფეხით გავისეირნო. მე წავალ ფრჩხილებზე, მე რაც სახლში დაბრუნდები. მივიდივარ კარფურში, ხო, მივიდივარ კარფურში. თან დიდი ხანი არ ყოფილი ვარ, ცოტა შორს არის შემგან, მაგრამ ცოტა რა ეხა ფეხით 10 წუთში მივალ 15 წუთში. თქვენც დაგათვალიერებინებთ რა როგორია ისრაელის კარფურს, ხო, შორის ძალიან დიდი ხანი არ არის რაც გაიხსნა, მაინც ასე თუ ისე ახალ გახსნილია. ნუ ერთი წელი, წელიწად ნახევარი დაახლოებით ესე. სხვა შორის ახალი ამბავი მაქვს, გუშინ ძალიან ესე სპონტანურად დამირეკა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელსაც აქვს პოდკასტი ისრაელში, ქართული და თხოვა ინტერვიუს ჩაწერა, რადიო ინტერვიუს ჩაწერა. ის გამიხარდა, ძალიან ცოტა სტიმულოდნელი იყო და საერთოდ არ ვიყავი მზად ხა, რა თქმა უნდა, მაგრამ უცბად რაღაცა მოვამზადე, არ ვიცი როგორ გამოვიდა. იმედია სისულელები არ ვიბოდიალე. ხო, კაი, წავედი ხა გავიქეცი, იმიტომ რომ დამაგვიანდება. როგორც ხედავთ, სპორტულ სამოს უკვე ვეღარ ვღალატებ, ხა ბურთყლებს გავიწმენდ, მოვიშორებ. სხვა სამოს უკვე ვეღარც ვაღიარებ, ვეღარ ცნობ და შემიხორცდა სპორტულები. კომფორტულია, კარგად ვცნობ თავს, კარგად დავბივართ თავშესაფარში. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ გინდათ რომ, თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. ძალიან კარგი ამინდია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფეხით გავისეირნო და მივიდე ჩვენს გიბატაიმის შოპინგ ცენტრამდე. თან თუ სირენაც ჩაირთო, აქ ბევრი სახლებია და სადმე შევარდები უცბად, არ უნდა იყოს პრობლემა. როგორი ლამაზი ვარდისფერი სალონია გოგოების. სავსეა ხალხით ქალაქი, თან ახლა პესახი მოდის, პასექი. ცოტა არ იყოს და დამცხა, ტყვა ფეხით რომ მივდივარ, მაგიტო თან ცოტა აღმართია. მოვედი კარფურში, იმიტომ რომ აქ მაქვს პირველ რიგში საქმე უგლუტენო ფენოვანი ცომი უნდა ვიყიდო. კარაქს ვეძებ და ვერ ვიპოვე ჯერ. ავიღოთ ყველი ევროპროდუქტის სულ გაუდა, რატო არ მინდა გაუდა. მოდი მარწყვის ჯემსაც ავიღებ.
აგერ წერია რომ უგლუტენოა. უგლუტენო სივრცე ვიპოვე. რებია ვნახოთ. ნუ პასტებია. ეს ლაზანია უგლუტენო, გრანოლა უგლუტენო. ესენი წვიანები. Queen. Soda. ამას ავიღებ ერთს. ბრინჯის ჯოხები. უგლუტენო. Rice steak. ვიყიდო, მოვიღოთ მინდა. წიწიბურა არ მაქვს ჩემი სიყვარული. აბა, სად არის? არა, მაღაზია. მოვიარეთ. ცოტა წავიხემს და წავედი ხილებზე. ეს სახლი მომწონს ძალიან. აი ნახეთ, თითქოს შვიდობაა და სიმშვიდეა ისეთი გარემოა, მაგრამ სინამდვილეში 5 წუთის წინ ხილებით გავიკეთე. როგორც იქნა მოვიწესრიგე და მამაზი გამოვიდა. შემდეგი გაჩერება არის ვარჯიში და პილატესი. წავედით, მივარჯიშოთ. საღამოს ვარჯიში არ მიყვარს, მაგრამ არა უშავს, დილით აღარ იყო ადგილი ვერ მოვასწარი დაჯავშნა. ჩაწერა. თოხლის წვენი მინდოდა რომ მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო. ამიტომ მხოლოდ დამცხარი ვიყიდე. ესეთი გემრიელი უგლუტენო ნამცხრებია. ჩემს პატარა კაფეში, რომელიც ძალიან მიყვარს. ძალიან კაი იყო. ძალიან მომნატრებია პილატესი და ვნახოთ, შეიძლება საღამოს დღეს ან ხვალ გავიდეთ სავახშმოდ. დღეს წინს ისრაელში ქარისხალია, ქარბუქია. ეხლა არა, მაგრამ წეღანი იყო. დღეს ჩემ ქარს უთხარი, რომ დროა გავიდეთ თქო, ანუ შორს მაინც არ მივდივართ, სახლთან ახლოს მივდივართ, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ გარეთ ვივახშმოთ, იმიტომ რომ ესე სახლში გამოკეტილობა უკვე ვეღარ არის კარგი ამბავი. სირენები იყო ღამით, დღეს დინითაც იყო, მგონი შუა დღესაც იყო, უკვე ეგეც აღარ მახსოვს, სათვალო ვიმერევა ხოლმე და არ ვიცი, მაინც გავალთ, იმიტომ რომ ეს აღარ შეიძლება. სანამ ეხლა ცოტა გადაიღო თან, წინა გავიქცევით. იმედია სანამ იქნებით არ იქნება სირენა, იმიტომ რომ ფისუნია სახლში დავტოვეთ და მაგის გარეშე ცოტა ნერვიულობ ხოლმე ორივე. ტელეფონით ვიღებ და ალბათ ხარისხისა ვერ იქნება. კენ რაიტი, აი ხა გაჩვენებთ როგორი აბრები ამ ბოლო დღეებში ისრაელში წერია ინფორმაცია თუ სად არის ყველაზე ახლო საზოგადოებრივი თავშესაფარი. აი ეს დაფა და ეხლა გაჩვენებთ. აი წერია. გაიტაიზე? რომ ვაიცმანის 7 ნომერში არის საზოგადოებრივი თავშესაფარი.
ეს არის ყველაზე გემრიელი რიზოტო, რაც კი ოდესმისადმი მიჭამია. შავით. ჩვენ უკვე დაბრუნდით. ჩვენი არაჩვეულებრივი სადილ ვახშამიდან შეიძლება ითქვას, სადილ ვახშმიდან. მშვენიერი, გემრიელი სადილი გამოგვივიდა. ცოტა განვიტვირთეთ, რომ მივედით რესტორანი იყო цаრიელი და ორი ამბობდა, რომ ნახევ როგორ მოქმედებსო ომიო ალბათ ესეთ ბიზნესებზე რო ხალხი თითქმის არ არისო, მაგრამ რო გამოვედით, აი ხა გამოსვლის დროს რესტორანი იყო გადავსებული, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა და ძალიან ცუდი ამინდია და ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ომია, ლამის რიგით დადგა უკვე შემოსვლაზე. სხვა შორის ეს რესტორანი, სადაც ეხა ჩვენ ვიყავით, იყო პირველი ადგილი, სადაც მე და ორი ჩემი ქმარი შევხვდით ერთმანეთს პირველად. ეს იყო ჩვენი პირველი დეითის ადგილი. ეს რესტორანი სახლთან ძალიან ახლო, ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე. ჩვენთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სხვათა შორის თან ძალიან გემრიელია, რადგან ცოტა მოპრანჭული ვარ, ეხლა მოპრანჭული ხომ აღარი ნათქვამია, მაგრამ იმის ფონზე, რა ფონზეც და რა მდგომარეობაშიც, უბრალოდ მე ვარ უკვე ერთი თვეამ, ანუ სპორტული სამოსი, რომელიც უკვე გავცვით და იძულებული ვიყავი, რომ ახალი სპორტული სამოსი გამომეწერა, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარ მქონდა მთელი ერთი თვე სპორტული სამოსის გარდა არაფერი არ მწმია, ფაქტობრივად. ნუ 1-2 გამონაკლის თუ არ ჩავთვლით, ანთმა შევიღებე და ცოტა მოწესრიგებულად ადამიანად ვგრძნობ თავს. ვაუ, გუშინ იყო ჭექაქუხილი ისეთი ღამე, რომ გამეღვიძა. ერთი წუთი დამჭირდა რომ გავრკვეულიყავი, რა იყო, ანუ ბომბები იყო თუ ჭექაქუხილი. ვეღარ გავიგე და ერთი მახსოვს რომ გავიფიქრე რომ ხონაც ეხლა მეხი არ დაგვეცეს თქო. მოკლედ ომი არაფერი არ შემცირებულა, ბრაგაბრუგი ისევ მიდის. ხაცა მე მგონი გავარესდა კიდეც იმათე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ვითომ ამბობდნენ რომ შემცირდებაო, მაგრამ აი ამ ბოლო დროს სერიოზული მსხვერპლი მოყვა. იმიტომ რომ იმ დღეს არ ვიცი, აი ღამე ძალიან საშინელება მოხდა. ორ ქალაქში ისეთი ზიანი დაადგათ ხალხს, რომ აი არ ვიცენით აღუწერელი. მადლობა ღმერთს, რომ გარდაცვლილები იმდენად არ არიან, ანუ დიდი რაოდენობით არ არიან და უფრო მსუბუქად დაშავებულები არიან, ესე ამბობენ ყოველ შემთხვევაში მსუბუქად დაშავებული, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი მსუბუქად დაშავებული რას ნიშნავს და რას გულისხმობენ ამ ყველაფერში. სახლები განადგურებული. მთლიანად შენობები ნაცარტუტად ქცეული, მანამდე ომის დასაწყისში ძალიან მალევე ბეჩემეში, რომელიც იერუსალიმთან ახლოს არის, ეს ერთ-ერთი ქალაქია. ხოშორ წინა ვლოგში ვახსენე, რომ ამ ქალაქში თქო ბევრი მორწმუნე ცხოვრობს თქო და იქ ისეთი კატასტროფა მოხდა, რომ აი სახლი ფაქტობრივად წაშალა მიწიდან და აი მან სერიოზული მსხვერპლი მოყვა ამ საშინელ ომს და ანუ ხა თელავიშიც სხვა შორის ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ხან ბომბი, ხან ბომბის ნარჩენები რაღაც სახლებს და შენობებს და სერიოზულად დაზიანდა, ასე ვთქვათ, ქალაქი და ნუ ხალხი და ყველაფერი დაკარგა ხალხმა და აი არ ვიცი რა იქნება მართლა. წარმოუდგენელია ჩემთვის, რას განიცდიან ეს ხალხი. და სიმართლე რომ გითხრათ, ვისურვებდი, რომ არც არასდროს გამეგოს, არც მე და არც თქვენ და არავის. და იმედია, რომ ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება. ავიცი წესით 9 აპრილამდე გადაწიეს. ომი არა და ვითომ 1 აპრილს უნდა დამთავრებულიყო 31 მარტს, მაგრამ როგორ ჩანს ეს ისე არ ხდება. თუმცა აი ეს კვირა ანუ აქამდე საერთოდ არ ულაპარაკიათ მოლაპარაკებაზე, სიტყვა მოლაპარაკება არ უხსენებიათ, მაგრამ ეხლა ხშირად მესმის ეს სიტყვა სიახლეებში, რომ რაღაც ვითომ ტრამპის მოლაპარაკება უნდა, თუმცა არ ვიცი რამდენად დათანხმდება ირანი. დღეს მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიზა ჩვენმა მეზობელმა თავშესაფარში დაბადების დღე ქონდა ამ გოგოს და გადაიხადა აღნიშნა დაბადების დღე თავშესაფარში, მაგრამ ერთადერთი დღე იყო, ანუ დღის განმავლობაში, როდესაც თავშესაფარში არ ჩავედით.
ერთი წუთითაც კი და ანუ არ წავედით, იმიტომ რომ მაგ თავშესაფრის დანახვა აღარ მინდა, არჩევ მეზობლების დანახვა აღარ მინდა, ხალხო რაღა დაგიმალოთ. დავისვენეთ სახში ვიყავით, ნუ ღამე კი წამგვახტუნეს, მე მგონი თუ სწორად მახსოვს თუ არა დილით მხოლოდ გამთენიისას, ამიტომ რაღაც ერთი რამდენი საათი გამოვიდა 20 საათი ალბათ დავისვენეთ, მაგრამ ყვავილები ვაჩუქეთ. დღეს ჩავირბინე მაღაზიაში და ვუყიდე და ვაჩუქეთ და ძალიან გაეხარდა. ძალიან კაი იყო. და ბევრი საჭმელი იყო. ჩემი პისუნია შევარდა ჩემ ქმარს ოთახში. სადაც საკრძალული აქვს შესვლა. მილუ. მილა. ესე იგი ჩვენი პისუნია სულ დაყავს, სულ ჩაყავს ხოლმე თავშესაფარში, ვისაც კატები ყავთ, ან კატები ყავთ, ან შეხება გქონიათ კატებთან, გეცოდინებათ, რომ კატის ჩასმა გალიაში, გალია ქვია ხო, გალიაში არის თითქმის შეუძლებელი მისია. მაგრამ არ ვიცი, რატო გაგვიმართლა ესე ძალიან მე და ჩემ გვარს. ჩემენი ბიზუნია ფაქტობრივად ლამის თვითონ ჩადის ხოლმე, შედის უკვე სირენის ხმას რო იგებს გალიაში, ხო და რო ჩავყავს ხოლმე ყოველ ჩასვლაზე არასდროს არ ვტოვებთ, ანუ ერთხელ ხან ჩავიქვანტოს ხოლმე რომ კაი სოდოა ესე რომ გალიაში დავამწყობთ და ჩავიყვანთ და ტანჯავთ და ასე შემდეგ, მაგრამ ვეუბნები რომ მეთქი აი შანსი არ არის, რომ აი რაღაცა რომ მოხდეს და კატა რო გაგვექცე. დიპოვო მე ჩვენი ფისონია. მოკეთ ხალხი გაოცებული გვიყურებს ხოლმე რომ კატით ვსხედვართ თავშესაფარში, იმიტომ რომ ვისაც კატა ყავს რა და სულ გვეკითხებიან როგორ რანაირად და ანუ ამ დროს ფისუნის ესე აი აყვანაობდა და ჩასმაობდა, იმდენად მშვიდი წყნარი და უპრეტენზიოა და ძალიან მიხარია ხოლმე რომ ჩვენთან ერთად მოდის. და ხა რესტორანშიც რო წავედით, გული მისკდებოდა, მეთქი ეხლა არ ჩაირთოს სირენა და გული არ გაუსკდეს ჩემ ფისუნიას თქო, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ მოხდა ამასობაში. ხო, რა მიწედა რომ მეჩვენებინა? დღეს ჩემმა მეუღლე მიიღო საჩუქარი თავის სამსახურიდან, ვაიბერიდან და მე კი ვნახე უკვე რაც არის. მაგრამ ეხლა თქვენს გაჩვენებთ ძალიან საყვარელია. ნუ ხო რა მადლობაო რომ ესეთი კარგი თანამშრომელი ხარო. რა თქმა უნდა, ყველას დაურიგეს, ეხლა ჩემი მეუღლე ნამდვილად არ არისო გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ამ ბრენდს ქვია Spice House-ი. ეს არის ადგილობრივი ბრენდი, რომელიც ამზადებს ხარისხიან უკვე მზა კოქტეილებს და სხვადასხვა სასაჩუქრე ყუთებს, შეფუთებს. მათი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბარის გამოცდილება მოგიტანონ სახლამდე, ანუ კოქტეილი აღარ არის აუცილებელი, რომ ნულიდან შექმნა. ყველაფერი გამზადებულია და სახლში მარტივად შეგიძლია მიირთვა. ბრენდის ისტორია იოთამ შილოსგან იწყება, რომელიც თელ-ავივში ცნობილ კოქტეილ ბარებს ქმნიდა, შემდეგ ამ გამოცდილების და რეცეპტების საფუძველზე შექმნა მზა კოქტეილები და როგორც თავად წერს, სწორედ ასე დაიწყო Spice House-მა ბოთლებში ჩამოსხმული კოქტეილების ტრენდი ისრაელში. დღეს მათ აქვთ ინდივიდუალური და საოჯახო ზომის კოქტეილები, სასაჩუქრე ნაკრებები, თვითონ საწყობი შეფუთვებით და ასევე კორპორატიული საჩუქრები, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ. ძალიან ლამაზი და ორიგინალური საჩუქარია, განსაკუთრებით თუ კოქტეილები გიყვართ და რაღაც განსხვავებული გინდათ. პროცეულის წვენი. if კარგად ჟღერს. 13% აქვს ალკოჰოლი. იოტამ შილო არის დამფუძნებელი. რა ლამაზი ჭიქებიც გამოგზავნიათ. ძალიან ლამაზია, ხო? ძალიან მომწონს. შვენიერი და ეს ნახოთ ახლა ჯინი, ლიჩი და ვარდი. ჯინტონიკი, ლიჩი და ვარდის გემო. 13% ალკოჰოლი. ესეც ესე მშვენიერი. ძალიან მომეწონა. ნახეთ, შეფუთვაც ძალიან ლამაზი აქვს. საგაზაფხულო. ძალიან მომეწონა. შეფუთვაც ძალიან ლამაზი აქვს. აუცილებლად გავსინჯავთ მე და ორიკო.
რა მამაზი ყუთია. Right, babe? Is it kosot? Mamash. Veine. Ze gin tonic შედიდა. ხოჭერ gin tonic-ი არის ჩემი მეუღლის ერთ-ერთი საყვარელი სასმელი. ერთ-ერთი არა ყველაზე. ცელიღოთ. Veze cosmopolitan. Cosno. Fe mamash. მაგარია ძალიან. ეხა წავალ, მოვწესრიგდები, ღამისთვის მოვიმზადები, იმიტომ რომ სავარაუდოდ ღამე გაგვაღვიძებენ. ამ ბოლო დროს რას დაეჩვენენ, იცით? რაღაცა საათები აქვთ და მაშინ მიდის ბრაგაბრუგი. დაახლოებით პირველიდან 2-მდე ესე შუაღამისას რა. მერე დაახლოებით 3-დან 4 საათამდე ღამე, აი ამ პერიოდში არის ხოლმე კიდე და დილით გამთენიისას, სადღაც 7-დან 8-მდე, 9-ის ნახევრამდე შეიძლება, არა 9-ის ნახევარზე არა. უფრო აი დილით 7-ის ნახევრიდან 8-მდე ისვრიან ხოლმე და ეს რამდენიმე ღამე ზუსტად ესე დაემთხვა და გუშინ იყო რომ მარტო რომელ საათზე? მათე და ზაგაღიშონა ეთმონ ბეზეშა შტაინ ნახონ 2 საათზე იყო ღამით უკვე აღარც გვახსოვს 2 საათზე იყო და მერე 3-ზე თუ 4-ზე შინ ღამით მაგათაც ესე დაემთხვა და დღეს ხამე რა გვიწერია არ ვიცი და არი ფიქრობთ რომ ანუ მე რო ვამბობ რომ ჩვენთან არ არის სხვაგან არ არის სხვაგანაც არ არის არა ჩვენთან რო არ არის ეს ნიშნავს რომ სხვაგან არის ანუ სხვა ხარეს ისრაელისა და მესიჯზე მოგდის რომ აი აქ მოხდა და ეს მოხდა და ისე მოხდა სხვა შორის სიახლეებს აღარ ვუყურებ თავიდან ვუყურებ ხოლმე ანუ ესე როცა მიიწყება ყოველთვის ვცდილობ რაღაცა საქმის კურსში ვიყო მაგრამ მე ვხვდები რომ საშინელების გარდა არაფერს ვისმენ და არაფერს აჩვენებენ და დავწყეთ ხოლმე რომ დავემშვიდობო სიახლეებს და აი მარტო თუ სადმე ყური მოვკარი ახლა იმაზე რომ ანუ მიდიოდეს ლაპარაკებაზე მაგ შემთხვევაში ჩავთვალ ტელევიზორს ისე არა მოკლედ ესეთი ამბები კაი დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე თუ რამე საინტერესო მოხდა ამ 2 დღეში ჩემს ცხოვრებაში სანამ ვლოგს დავამონტაჟებ დავდებ აუცილებლად გაგიზიარებთ თუ არა და აი აქვე დავამთავრებ ჩემს ვლოგს მაინც ყოველი შემთხვევისთვის და რა თქმა უნდა მადლობა რომ მიყურებთ და გულშემატკივრობთ სხვა შორის ამასობაში 900 სულ რაღაც რამდენიმე მე მგონი 13 გამომწერი ღამაკლი 1000 გამომწერამდე ამჯერა სხვა შორის ოღონდ მეგონა რომ უფრო მალე ავიდოდი 1000 გამომწერზე, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალიც არის, რომ ვიდეოებს ისე ხშირად არ ვდებ, მით უმეტეს ამ ომის პერიოდში. მაგრამ იმედია ამას მალე გამოვასწორებ. თავარი ომი დამთავრდეს თავის დროზე. აბა